Kiedy bრძოლა ხდებოდა ქალაქის ხელმძღვანელობასთან, რომ ხატრებისთვის შემექმნა რას პირობები, ქონდათ სახელოსნოები და მიაღწია იმას, რომ ერთ წელიწადში 22 ხატვარს მიეცი სახელოსნო. ოროთახიანი და სამოთახიანი ბინების სახელოსნოებად მიეცი. ასევე იბრძოდი, რომ ქონებოდა სამხატვრო გალერეა, საგამოფენო დარბაზი ქალაქში. მაგრამ ყოველთვის შემოთავაზებები იყო და როცა ბატონი შარტავა იყო აქ ქალაქის პირველ მდივნად, ერთადერთი კაცი ჩემს ისტორიას ცხოვრობ რუსთავში, რომელიც დაინტერესებული იყო სწორედ სახვითი ხელოვნებით და საერთოდ ქალაქის გალამაზებით. და მას თხოვე, რომ ასე სჭირდება უცებელია ქალაქში კონდეს საგამოფენო დარბაზი, უკვე მხატვრები ყავს 50-ზე მეტი მხატვარია უკვე მაშინ, ეხლა ბევრია. და უცებელი იყო რომ მათ ნამუშევრებს გამოეფინათ და ეჩვენებია ქალაქის საზოგადოებისთვის. იმ წუთში დათანხმდა დაუზახა მოსკოვის თავმჯდომარეს, შევარჩიეთ ადგილი ერთ-ერთი მაღაზია გააუქმეს მესხიშვილის 5 ნომერში და იქ გავაკეთეთ რემონტი და გაიხსნა გამოფენა სწორედ ბატონი შარტავას დამსახურებით, მისი მოწადინებით. როცა ნახა ჩვენი ნამუშევრები, ნახატები, სადი მომდენ ნამუშევრები, სადი მალებოდა, ნუ სარდაფში და სასა მიმალული. და ახლა ვაჩემოთავენ ხალხს. და გავიდაცლები და როცა უკვე სამერთებრივში არეულობა დაიწყო, მე მაშინ საბერძნეთში წავედი, 4 წელი ვიყავი იქ და ამ პერიოდში ისარგებლეს ზოგიერთმა და საგამოფენო დარბაზი გააყიდეს. და დღეს სავაჭრო ორგანიზაცია ისე მაღაზია ცნობილი ვეჯინი. და ჩვენ ისევ დავრჩით საგამოფენო დარბაზის გარეშე. ახლა ხელახლა ვიწყებთ იმის ბრძოლას, რომ როგორ მიაღწიოთ, რომ რაღაც მექნეს ნორმალური საგამოფენო დარბაზი. მე მომზიარებდა საბერძნეთში 4 წელი და მე არ მქონდა განსაზღვრება, მე სამუშაოს წასულიყავი იქ, მაგრამ სარეულობა იყო საქართველოში და ეს ეკონომიკური გაჭირება, ვიფიქრე რამდენიმე ნახატს წავეძლებ და გავყიდა და უნდა ვიგან მეთქი, მაგრამ შევედი მე დავრჩი იქ. პირველ ხანაში ძალიან ძნელი იყო, რა თქმა უნდა, როცა ენა არ იცი ადამიანმა და არ იცი რომ არ არის, ძნელია ხატრობით გახვიდეს სხვა ქვეყანაში და სახელი მოხოჭოს, ძალიან. ორი თვე თითქმის არაფერი მგეთებია, ორი თვე ჩემთვის ხატავდი, მაგრამ ასე რომ დამკვეთა არ მქონია. მე გამოჩნდა ერთი დამკვეთი, ამერიკელი ბერძენი, დამკვეთა ერთი სურათი, ის დაუხატე და ის რომ ნახეს მე სხვებმა და უბრალოდ განათლების სისტემის ხალხს უნახავს და მეორე დღესვე მე მიწვიეს სახატავად. ძირითადად რა იყო? სასწავლო დაწესებულებებში, სკოლებში, გიმნაზიებში და ინსტიტუტებში და კულტურის სახლებში მომიწია მუშაობა კედლის მხატვრობას. პანოები, დიდი ზომის პანოები, 10-15 მეტრიანი პანოებს ხატავდი. არღუმენტების თემაზე, ალექსანდრე მაკედონელის თემაზე და სხვა იმათ ქვეყნის თემებზე. და ამან ძალიან გამოიწვია მოწონება. და მე ვეუბნებოდ ხოლმე იმათ, რომ რა მოგწევთ ჩემი ნახატი მეთქი, ჩვენ გავზარდეთ თქვენს ხელოვნებაზე, თქვენს კულტურაზე და თქვენ ჩემ ნახატზე გიждებით რა არის მეთქი. მაგრამ რატომაც მოწონება დაიმსახურა და მე თავარი რა იყო, თეატრში მიმიწვიეს ერთჯერ და გავაფორმე ერთი სპექტაკლი. და ამას ძალიან დიდი აღიარება მომიტანა მე და თითქმის მთელი ქალაქი სალონიკი, დიდი ქალაქია. ქუჩაზე გავიდოდი, უბრალოდ სწორდა ხალხი. 4 წელს განმავლობაში უკვე დაიმსახურე იქ რომ და ავტორიტეტი მაქვს ეხლაც. Მიტომ გაბზარდა დედამა, ისთვის უკეთებოდა ლანასა, გამზია ბჯარი, ავის ხათრუ გავესტა ბედანასა.
საბჯარი აღხათ ადამიანის შემოქმედების მიზანი სილამაზის ქმნადობა, მაგრამ არა ამ ქვეყნიური, ემპირიული, წარმავალი სილამაზისა, არამედ მიღმური, ღვთაებრივი სილამაზისა. ამ სილამაზე უნდა უშველოს ადამიანს სულიერად. სწორედ ამ მიზნით გაატარა გიორგი ჩალაძემ ცხოვრების 75 წელი. სიყვარულით აკეთებს თავის საქმეს და ეს სიყვარული მკაფიოდ ეტყობა მის გარშემო მოკრებილ საზოგადოებას. ვინც ის რამდენი ბავშვი დაუყენებია სწორ გზაზე. რამდენისთვის უსწავლებია ხატვა, ზნეობა, კაიკაცობა და სიყვარული. წინ კიდევ მრავალი საქმეა. საქმე საყოველთაო ქართველი. ხელოვნებაში ასაკი გავლენას კი არ ახდენს პირიქით დადებითია. მაგრამ მაგალითი არის ბოლო დროს დავხატე ვაჟა-ფშაველა, რომელიც ადი პანუა 3 მეტრი ნახევარი მონახევარზე. ესაც უბალო ნახატი და ყველაზე უკეთესი მე ეს მონია ჩემ ნამუშევრებში. და ეს ვამბობენ ზოგიერთები და მეტად თავრობის წარმომადგენლები რომ 40 წელს ზემოთ ჩვენ არ გვჭირდება ხალხი არაფერში. ძალიან სწარი აზრია. 40 წლამდე შეიძლება დაჭირდეთ პოლიციაში, ვისაც ძალა, ენერგია ჭირდება, ფიზიკური ძალა. მაგრამ მეცნიერებაში და ხელოვნებაში რაც დიდი ხნისა ადამიანი მეტი გამოცდილება, უფრო პროფესიული დონე უფრო და უფრო ამაღლებულია. და ყველა თქვენი ნამუშევარი არის ქართული, ისეთი ახლობელი, ისეთი ნაცნობი, ამავე დროს ირიანი, საამაყო და აი ეს ამაყად გეცხოვრებს სიცოცხლის ბოლომდე. აი ახლა დააგვირდით ვაჟა-ფშაველას. აი